ახალი სკვერები მოეწყო ჩიქოვანის ნომერ 30, 34 და 36 კორპუსებთან. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესა და საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ზურაბიშვილთან ერთად დაათვალიერა ახალგაშენებული დასასვენებელი ადგილები. აღსანიშნავია, რომ პროექტის შედგენისას გაითვალისწინეს ლანდშაფტი და წინასწარ განისაზღვრა გამწვანების დეტალები. აღსანიშნავია, რომ პროექტის შედგენისას გაითვალისწინეს ლანდშაფტი და წინასწარ განისაზღვრა გამწვანების დეტალები. ახალ სკვერებში მოპირკეთ და სასეირნო ბილიკები დაიდგა ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული საპარკო ინვენტარის კამები, საქანელები და სანაგვეურნები. მოეწყო დეკორატიული განათების სისტემაც. შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია 13 ივნისის სტიქიის დროს საბურთალოს რაიონში მეტად დაზარალდა. კორპუსში მცხოვრებლებმა უკვე მიიღეს მერიისგან კომპენსაცია. ეს არის ხდება ერთადერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ ამ ხეობაში გავაკეთეთ. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს ტერიტორია, მზივრის ტერიტორიაზე ვიმუშავებთ. წელს ჩვენ აქტიურად იმისათვის, რომ ამ ტერიტორიაზე შესაბამისად უფრო მეტი გამწვანება იყოს და როგორც რეკრეაციული სივრცე, ისე გავითარდეს ეს მიმდებარე ტერიტორია. სანამ აღნიშნული სკვერი მოეწყებოდა, აქ ტონობით შლამი გავიდა ამ ტერიტორიიდან, გახსოვთ ალბათ რამხელა სალახები იყო, მანქანები იყო გაჭედილი ამ ტერიტორიაზე. აქ მოეწყო როგორც სანიაღვრე არხი, ისე საწედემილები. ასევე ჩვენს მიერ განხორციელდა 300,000 ლარის წყლებულების იყო საერთო ჯამში. აქ 3 სკვერი და 2 სკვერი კოსტავას 303 ნომერში, რომელიც დასრულებულია. ერთადერთი რაც ამაზე დარჩენილი გვაქვს ახლა არის სტადიონი, რომელიც საყდენი კედლის მოწყობის შემდგომ აღდგება და აღნიშნული ტერიტორია სულად იქნება ექსპლუატაციაში შესული.